ექიმების შიმშილობის აქცია გრძელდება. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობასთან ამ წუთებში ფართომასშტაბიანი აქცია იწყება. მოთხოვნა ასეთია, შეიცვალოს ცენტრის ადმინისტრაცია და სამსახურში აღადგინონ ის 4 თანამშრომელი, რომლებიც ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. როგორ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს და რა ხდება ამ წუთებში აქციაზე? ქეთი ფარცხალაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები არიან შეკრებილნი და ისინი სოლიდარობას უცხადებენ მათ, ვინც 6 მარტს ცენტრის დირექტორმა გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ადამიანები შიმშილობენ უკვე მე-5 დღეა. აქციის მონაწილეთა მეორე მოთხოვნა, ერთი მოთხოვნა მათი სამსახურში დაბრუნებაა, მეორე კი გახლავთ, რომ ცენტრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან მათი განცხადებით სწორედ ადმინისტრაციის რეფორმების შედეგია ის რა მდგომარეობაშიც დღეს ცენტრი იმყოფება. ასევე აქციის მონაწილეები ითხოვენ მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა როგორც რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, მერია მათთან შეხვედრას და საუბარს არ აპირებს. ამ წუთებში მერიის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება და სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მინისტრთან ამ საკითხის მოგვარების შესახებ შეხვედრა. დეტალებს ჩვენ მოგვიანებით გავიგებთ, რაც წინასწარმად განაცხადეს, შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ამ ეტაპზე ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ გვეზრუნა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის მენეჯმენტის შეცვლილიყო. ის რომ ამ შეხვედრას ჯერჯერობით არესტრებიან იგივე სამედიცინო კოლექტივის წარმომადგენლები, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ საკითხების განხილვას ვაპირებთ მათ გარეშე. ისინი აუცილებლად იქნებიან ჩართულები ამ თემების მოგვარებაში. ამ ფორმით საუბარი ექიმების, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ასე ვთქვათ, საინიციატივო ჯგუფის ნამდვილად არ შეიძლება, მათ შეითავისეს რატომღაც სამეთვალყურეო საბჭოს უფლებები და თავიანთ ვალდებულებები უმცროსი ექიმის თანდათანობით უკანა რიგში გადაიყვანეს. ამან განაპირობა სწორედ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიღება მათ განთავისუფლებაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს 6 მარტს. მიზეზად ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს იყო მათთან საკონტრაქტო ვადის ამოწურვა, თუმცა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ თავად მოშიმშილეები და გათავისუფლებული თანამშრომლები. მათი აზრით ისინი დაისაჯნენ იმის გამო, რომ ღიად გამოხატავდნენ პროტესტს იმ ვითარების შესახებ, რომელიც ცენტრში არსებობს. მთავარი სირთულე მათი აზრით გახლავთ ის, რომ არასაკმარისი სამუშაო ჯგუფებია და აუდიან ისინი იმ ძარებზე პასუხს და რეაგირებას, რომელსაც იღებენ და ასევე მეორე გამკაცრებულია კონტროლი თავად თანამშრომლების, რაც მათი აზრით არ არის საჭირო. სწორედ ამიტომ გათავისუფლდნენ ეს თანამშრომლები სამსახურიდან. თვითონ აქციის მონაწილეების აზრით მე-5 დღე აგრძელებენ შიმშილობას და აცხადებენ, რომ შიმშილობა გაგრძელდება პერმანენტული აქციებით, მანამ ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. დიდი მადლობა. შიმშილობის აქციიდან ქეთი ფარცხალაძე საუბრობდა.